დიდება შენ და ღმერთო იყოს ნება შენი, ამინ. აი ეს ჩვენი მეუფეები, ღვთლები, დიაკვნები, ბერები, მოკლედ სასულიერო პირები. აი ეს მაგარი მანქანების რო დაჯგრიალობენ. კაი ჩაცმა დახურვას რო არ იკლებენ, კაი ჭამასმას რო არ იკლებენ. ქრისტეს სახელით რო ვაჭრობენ და ვაჭრობა რო აქვთ დაწყებული. და აი მაგ ყველაფერს ჩადიან. აი ეგ არის თქვენი ბრალი, ვინც ახართ მაგათი მრევლი. გესმით? მრევლი ვინც ახართ. მაგათი და აი მაგას რო უყურებთ და კიდე რო აქებთ და ადიდებთ. ვაიმე მეუფემ ხელი შემახო. ვაიმე მეუფემ დამლოცა. ვაიმე მეუფემ ჯვაპირჯვარი გარდამსახა. რასაც ეგენი ლოცვებს კითხულობენ. რასაც ეგენი წირვებს ატარებენ. აქამდე ხო? იბერია გაბრწყინებული კი არა, გადაბრწყინებული უნდა იყოს. მაგრამ მოდი სიმართლეს თვალებში შევხედოთ და პირდაპირ ვთქვათ მწარე სიმართლე. მაგათი ლოცვა ზეცამდე არ აღწევს. იმ ტაძარში რომელშიც ლოცვას კითხულობენ, იმ ტაძრის იქიდან არ გადის. იმ ტაძარშივე კვდება მაგათი ლოცვა. თორე რას ქვია? ამდეს ლოცულობენ, ლოცვებს აღავლენენ, წირვები, მიცვალებულთა ხსენებები, დღესასწაულები. რა ვიცი მე, რას აღარ მთელი ის არის, ხო? ლოცვათა მთელი ტრიადა. უამრავი ლოცვა იკითხება ტაძარში. ნუ მრევლის გარეშე, რა თქმა უნდა, 10-15 კაცი თუ დადგება მრევლი. სამებაში რო 200 კაცი დადგება მრევლი, ნუ სირცხვილია. რისთვის ააშენეს ეგ მაგხელა შენობა, მაგხელა ტაძარი რისთვის დგას? არავის არაფერში არ აჭირდება. გინ ყოფილა, გინ არ ყოფილა. ჩემი აზრი ეგეთია. გელათიაგენ თავზე გვენგრევა და კაცი არ არის პატრონი. მე-12 საუკუნეში იმ ადამიანმა რა ვიცი როგორ მოახერხა, რაღაცნაირად მოახერხა, რომ ააშენა ისეთი ტაძარი დავით აღმაშენებელმა, რომ დღემდე მოაღწია. და ჩვენ აგერ ქართველები ძალიან მაგრები რო ვართ, დაკადოლი გაწი გარმონიში, დვინო დუდუკი ქალები, თავზე გვენგრევა გელათი და პატრონი არ აყავს. და სანამ არ დაიშლება აგურ-აგურ და არ რა ქვია, მიწაზე არ დაემცემა ეგის რა ქვია, ტაძარი მანამდე ვერ მივხვდებით, ხო რა ხდება ჩვენს თავს. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. რატო არ